მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ Facebook-ზე შეგიძლიათ გვიყუროთ პალიტრა ნიუსის არხზე და ასევე YouTube-ს გვიყუროთ პალიტრა ნიუსის არხზე, ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ YouTube-ზეც. დღეს პარასკევია, ჩემთან ერთად არის დათო ზურაბიშვილი, რომელსაც ასევე მივესალმებით დათო გამარჯობა. მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს და ჩვენს მსმენელებს. ესე იგი, მადლობა გადაცემაში უბრალოდ იმისთვის, რომ მიმაგრებ ხოლმე ყოველ პარასკევს, ასე ვთქვათ. პარასკევს მიმაგრებ, ასე ვთქვათ, გვერდს და ტრადიციულად, ასე ვთქვათ, თავარი თემები გავიაროთ. რაც იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო და ერთ-ერთი ამ კვირაში ალბათ ყველაზე მეტად განსახილველი თემა რაც იყო აქეთ მხარეს ვთქვათ ოპოზიციის მხარეს ძირითადად იქეთ მხარესაც შეიძლება ხელისუფლების მხარესაც ეს იყო უნგრეთის არჩევნები. უნგრეთში ჩატარებული არჩევნები, რომელმაც გააღვიძა იმედებიც ოპოზიციურ ფლანგზე ერთი მხრივ და მეორე მხრივ ზოგს პესიმიზმი გაუჩინა, ხო? მე მგონი ელენე ხოშტარია მიხურა ციხიდან უნგრული დეპრესია. ჩემი ცოლის დაქალებში არის მიხსენებათ უნგრული დეპრესია და მეც უნგრული დეპრესია დაემართა, იმიტომ რომ ერთი მხრივ ადამიანებმა დაინახეს რომ შესაძლებელია ასე ვთქვათ ავტოკრატიულ რეჟიმში, ფაქტობრივად დიქტატურას მიახლოებულ რეჟიმში, როგორც გონდა ორბანს და როგორც გვაქვს ჩვენ სამწუხაროდ, არჩევნებით მოგება. პრინციპში ჩვენ 2012-ში დავინახეთ, ხო, ეხლა არანაკლებ ავტოკრატიული იყო სააკაშვილის მმართველობა, არანაკლებ იყო მიახლოებული დიქტატურასთან და მაშინაც არჩევნებით მოახერხა ივანიშვილმა ამის გაკეთება და ეხლა კიდევ ერთხელ ნახეს და ამან იმედი გააჩინა, მაგრამ მეორეს მხრივ ყველამ დაინახა, რომ ისეთი ლიდერი, რომელიც გამოჩნდა მადიარის სახით უნგრეთში, ჩვენთან არ ჩანს. ბევრი მიზეზის გამო, ერთი ახლა ის რომ თუ მადიართან უშუალოდ გავავლეთ პარალელს, ის იყო ორბანის გუნდის წევრი და იქედან გამოსულმა დაამარცხა ეს, ჩვენთან ასეთი იყო ბოლო ასეთი იყო გახარია. მანამდე სხვები ვინც გამოვიდნენ დიდად ვერ ივაშკაცეს, ალასანია გაუჩინარდა, კვირიკაშვილმა საერთოდ არინება ოპოზიცია, გახარია შეუძლია დაუფასოთ ის, რომ სხვებივით არ გაუჩინარდა და გაბედა და ოპოზიციაში წავიდა. მაგრამ ეს ძვირი დაუჯდა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ივანიშვილი მიხვდა სწორედ იმას, რომ მისი გუნდიდან წასული ყველაზე მეტად ართმევდა მას ხმებს. ანუ აკეთებდა იმას, რასაც დანარჩენი ოპოზიცია ვერ აკეთებს, ანუ ვერ ართმევს ქართულსა და ხმებს და ამიტომ იყო გახარიაზე ყველაზე მეტად გადაკიდებული. თუ გახსოვს, ხშირად ვიხსენებ ამას ხოლმე 2024 წლის არჩევნების წინ სპეციალურად მივიდა იმედის ეთერში დიდი ინტერვიუიც რაღაცებზე ილაპარაკა, სიგიჟეებზე, ქალი კაცები რძეს იწველებიან ევროპაში და ხო გახსოვს რა ვილაპარაკა ევროპაშიო, კაცების ტუალეტებშიო, ქალების ჰიგიენური სალფეტკები დევსო. გახსოვს ხო ივანიშვილი იჯდა ეთერში და ამაზე ლაპარაკობდა. თან ეს სიტყვა გამოიყენა სალფეტკები, ციტირებ ჰიგიენური სალფეტკები და რაღაცები და ამასთან ერთად ილაპარაკა იმის შესახებ, რომ ის რა ქვია, რომ გახარი არის მოღალატე და ესე მე ვიცი სიტყვით მე მგონი მას არავინ არ უნდა არაკაციაო და რაღაცა და ყველა საერთოდ რაც არის, პირდაპირ დაემუქრა დაჭერით, ხო? და დასაჭერიო, აი მაგასაც დავიჭერთ, თელმის პარტიასაც. მარტო გახარიას კი არა. ეს ყველას პირდაპირ დაჭერით დაემუქრა. სწორედ იმიტომ რომ გახარია აღმოაჩინა ეს 2021 წლის არჩევნებზე დაინახა მან. კარგად, როცა გახარია პირველად მიიღო მონაწილეობა, რომ მივხვდით ის რომ მან 10% აიღო. ეს 10% კიდევ გარდამტეხი აღმოჩნდა, იმიტომ ამ 10%-დან უმეტესობა ოცნების ხმები იყო წამოსული და 2021 წლის არჩევნებზე ქუთაისი და ბათუმი თითქმის მოიგო ოპოზიცია. ნაციონალურმა მოძრაობამ თითქმის მოიგო, ფაქტობრივად მოგებული ქონდა რო არა ის გაყოლვა ხა ბათუმში საკრებულოში აღარ ქონდა უმრავლესობა, უბრალოდ მე კაც რაღაცა აკაჩავეს, ზეწოლა მოახდენს, მე ის ინერვიულა გარდაიცვალა და მე იმის ვაგურად გაიყვანეს და ასე მოაგროვა ბათუმში უმრავლესობა, თორე წაგებული ქონდა ბათუმში. წალენჯიხა წააგო, გვახსოვს, ხო? და რამდენიმე საკრებულო წააგეს. წააგო ოცნებამ და ბათუმს და იმას რა ქვია ქუთაისს საერთოდ მერის არჩევნები შეიძლება წაეგო და ამის ეს ძალიან საინტერესო მოვლენა არის რომ ნაცებთან წააგო კინაღამ
მაგრამ ნაცების დამსახურება კი არ იყო, გახარიას დამსახურება იყო. იმიტომ რომ გახარიამ მოაკლო ხმები ქართულოსებას და ნაცებს ეხა არც რაც ჰქონდათ, ის ჰქონდათ იმ მარჟას. არა, მარტო ესეც არის. მარჟას დიდად ვერ ცდებოდნენ, მაგრამ არა მათემატიკურად რო შევხედოთ, ნახეთ ქართულოსებას ჰქონდა რაღაც ხმების რაოდენობა. ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა რაღაც ხმების რაოდენობა, რომელსაც წინა არჩევნებზეც იღებდა, მაგრამ ოცნებას ვერ ჯობნიდა, იმიტომ ვერ ასწრებდა და ამ არჩევნებზე 21-ში ნაციონალურ მოძრაობამ ვერ გაზარდა ეს მარჟა დიდად, მაგრამ ქართულოსებას მოაკლდა 10%. გახარიას ხმებით და კინაღამ წააგო ნაცებთან ამის გამო. არა, მარტო მაგ მომენტი არ იყო. ნუ მათემატიკურად ასე გამოდის. არა, მათემატიკურად არ გამოდის, თულად მასე, იმიტომ რომ კანდიდატები იყვნენ ცოტა განსხვავებული. იგივე, კი, ნაცმოძრაობიდან იყო ღადია დეგანოიძეც და ეს გიორგი კირთაძეც. გავიგე, ხო, არა. არც ერთი მათგანი არ ახერხებდა. რაღაც შეიძლება რო ყოფილიყო, თქვა სხვა ტიპის ნაციონალი, უფრო რომელიც უფრო ასოცირებული არა, უფრო აგრესიული და უფრო რევანშისტული ტიპაჟი გიორგი ბარამიძე რო დაეყენებიათ მაგალითად არა ეგ გასაგებია მაგას უშუალოდ გახარიას ფაქტორი რო არა ანუ ის 10%-ის გამოგლეჯვა რო არა მნიშვნელობა რომ თვითონ ნაცმოძრაობის შიგნითაც მაშინ წინა პლანზე უფრო იყო ის ხალხი რომლებიც არ გამოირჩეოდნენ ისეთი რევანშისტული განწყობებით მაგრამ განსხვავებით 10% რამ ხელად ანუ ნახე აი როცა რაღაცა ზღვარზე მიდიხარ და შეიძლება 4-5%-ია გადამწყვეტ და შენ გაყალბებაც კი აღარ ყოფნის უკვე ხო რომ რაღაცას გადაასწრო იქ 10% ძალიან მნიშვნელოვანი თემაა სამონგრეთის კაპიტალიზმი მაგრამ ნუ მე ამიტომ ხო ამას დავასრულებ რა და სწორედ ამის გამო რომ შეეშინდა მაშინ 2021-ში როგორ ხო მიხვდა რომ გახარია იყო მისი მთავარი ასე ვთქვათ პრობლემა და ჩვენ ხედავთ ახლა რომ აუსრულა ეს დანაპირები დაგიჭერო და რა 20 წლიანი მუხლი მიუყენა რაღაც გაურკვეველი ბრალდებებით ხო და გაქცეული ახლა კაცი ფაქტობრივად დასრულდა გახა პარტია ხო ეხლა ბოლო არჩევნებზე 2 თუ 3% აიღეს ბოლო არჩევნები საერთოდ ეს ძალიან ცოტა მძიმე ვითარებაში ჩაატარეს მათ თვითონ და მიიღეს მონაწილეობა როცა თელი დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი და რასტოვარი ოპოზიციური ამორჩევლის დიდი უმრავლესობა ბოიკოტის მომხრე იყო უფრო ჩემი აზრით ინიცია მაგას ჩვენ ბევრი ვიგამათია თავის დროზეც მე მას არ ვემხრობოდი ბოიკოტს იმაჩდა სწორი რომ ყველა ერთად უნდა გასულიყო მაგრამ ეხლა სხვა რამეზე მინდა ლაპარაკი ახლა მინდა ლაპარაკი იმაზე რომ გარკვეულწილად ეს უნგრეთის არჩევნები აღმოჩნდა ერთგვარად მოულოდნელი შედეგი იმდენ გაგებით მოულოდნელი კი არა რომ გაიმარჯვა მაგიანმა და თუ მადიანმა რა ვიცი როგორ დაუძახო ვეღარ გავარკვია მოკლედ რომ ნახეთ რაღაც ჟღერს უნგრულად როგორც მაჯი არის ჯუპრო ჟღერს ხო მაგრამ როგორც რაღაცა ლინგვისტები ამბობენ ეს ასე ვთქვათ good კი იწერება მაგრამ იკითხება როგორც დუ უნგრულში და შესაბამისად მადიარი არის შევთან ვთქვათ მადიარი ტრადიციულადაც ასე იხსენიება ჩვენთან უნგრელის ნიშნავს ხო უნგრელის თავისთავად ხო და თავისთავად მისი გამარჯვება კი არა იმიტომ რომ ის ყველა რეიტინგით ასწრებდა მაგრამ ყველა მიცოდა რომ საარჩევნო კანონი მორგებული ჰქონდა ორბანს თავის თავზე მართლ ძალაზე მე რო ცოტა უფრო ღმრად ჩავიხედე უნგრეთის საარჩევნო სისტემაში ნუ ეს აბსოლუტური კოშმარია ეს არის ბევრად უარესი ვიდრე ჩვენთან ბევრად და უბრალოდ უარესი კი არა აი ბევრად უარესია დაწყებული კომისიების დაკომპლექტების წესით როგორ კომპლექტება კომისია მთლიანად ხელისუფლების ხელშია ყველაფერი და ნუ თავისთავად ოლქები როგორაა დანაწილებული მაჟორიტარები მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არასწორად შევხედეთ ბევრ რაღაცას. საქმე ის არის, რომ ასეთი ტიპის რეჟიმები, რომელსაც შეგვიძლია უწოდოთ ელექტორალური ავტორიტარიზმი, ანუ ავტორიტარიზმი, დიქტატურა გარკვეულწილად, რომელიც იმავდროულად ეხტონობა გარკვეულ მხარდაჭერას საზოგადოებაში, არა პასიურ მხარდაჭერას, არა იმას, რომ ხალხი ეგუება, რომ აი დიქტატურაა და რა ვქნა. არამედ ემხრობა რა ურჩევნია ალტერნატივა, რო აქ რა აგერ ეს ხელისუფლება და აგერ მეორე ვიღაც სხვა ოპოზიცია ურჩევნია ეს ხელისუფლება. აი ამას ეხტონობა. კი, შენ აბსოლუტურად სწორი თქვი, მადიანმა გააკეთა ის, რომ გამოაცალა მხარდამჭერთა დიდი ნაწილი. ორბანს და ჩვენთანაც ასეა ხა, ჩვენთანაც მათემატიკა გეუბნება, რომ თუ ქართულოცებას არ წაართვი ამ ურჩეველი, ამ დიდ ანუ გაყალბებას ზოგს არ მოწონს ეს უნდა ვარქვათ, გაყალბებას დავარქვათ, ანუ აი ზეწოლის შედეგად ყველა არჩევნები ტარდება ზეწოლის ქვეშ, ხო? დიდი ზეწოლის ქვეშ, რომელიც ახლა ნუ ჩემთვის გაყალბება არის, ხო? ზოგს გონია გაყალბება მარტო რაღაცა მონაცემების გადაწერა და შენ რო დიდი ნაწილი რეგიონებში ტერორის ქვეშ ყავს, სუსი მიდის და ეუბნება რომ შეინცოლი რომ სკოლაში მუშაობს, გამოვაგდებ ხასვამს და რაღაცა ეს ახლა გაყალბება არის, მაგრამ ანუ ადამიანის ნებაზე ზემოქმედებ, ხო? ეუბნები რაღაცა სოციალურ დახმარებას და მარტო ამ თავი დავანებოთ რა ჩაყრა და
კარუსელები და რაღაცები კიდე სხვა თემაა, ხო, რომელზეც შეიძლება დავა იყოს, იყო, არ იყო, ვიღა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხო ფაქტია, რომ ასეთი რაღაცები ხდება. ბევრი ადამიანი საუბრობდა ამის შესახებ. არა თუ ფაქტია, მე ეს არის თავარი იარაღი. ერთი მხრივ ბუქარა შანტაჟი, მეორე მხრივ მოსყიდვა, ელემენტარულად კარტოფილების და ფქვილის დარიგება, პლუს კიდე ვიღაცებს სოციალური დახმარების ბაზაზე და სოციალური დახმარება ვისაც აქვს, ამ ხალხს ზემოქმედება რომ მოგიხსნით სოციალურ დახმარებას თუ არ მოგცემ ხმას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კრიმინალების ჩართვა და უამრავი ბერკეტი აქვს. ანუ რეალურად ხელისუფლება თავისთვის ხმებს იღებს იმ ხალხისგანაც, რომელსაც სადღაც გულით შეიძლება სულაც არ უნდადეს ხმის მიცემა, მაგრამ აი ეს ადამიანი ფიქრობს, რომ იცი რა, რო არ დაუჭირო ამას ხარი, მე ვინმე პატრონეს, მე მაინც ესენი დარჩებიან ხელისუფლებაში ბოლოს. და მე სოციალური დახმარება რატო დავკარგო, ანის რატო დავკარგო, ანის კარტოფილი რატო დავკარგო. აი მადიანმა შეძლო ორი რაღაცა. ერთი ის რომ მას ვერ მიაწებეს ის იარლიხი, რომ ის არის რაღაც უკრაინის აგენტი, Deep State-ის აგენტი, რაღაცა ქალია, კაცია, რაც გამოიყენა ორბანმა ძალიან სერიოზულად იყენებდა ამ პროპაგანდას. ანუ ომი უნდა და გვითრევს ომში უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის წინააღმდეგ, ეს ვერ გამოიყენა, იმიტომ რომ სწორი ანტიპროპაგანდა დაუპირისპირა ამას. ის არ შედიოდა იდეოლოგიურ დისკუსიაში ორბანთან და მის მომხრეებთან იმ გაგებით, რომ იცი რა, შენ პრორუსი ხარ, მე პროდასავლელი ვარ, ამას ამბობდა ის. მაგრამ ეს არ იყო მთავარი თემა. მთავარი თემა იყო კონკრეტული პრობლემა, რადგანაც იქ საარჩევნოდ მაჟორიტარებს ჰქონდათ მოსაგები. ყველა ოლქში, ყველა შეხვედრაზე და მთელი უნგრეთი მოიარა თან მადიარმა ბოლო 2 წელიწადში. სოფელი არ დაუტოვებია, მე მგონი. ყველგან ელაპარაკებოდა ძალიან იმ კონკრეტულ პრობლემებზე, რომელიც იმ ხალხს აწუხებდა და ნელ-ნელა გამოაჩინა თავი ალტერნატივადაც. ეხლა მეორე მომენტია გახარიასთან რომ შევაკეთებდით იმას, მადიერს რა განასხვავებდა გახარიასგან. გახარია იყო თვალსაჩინო წევრი ივანიშვილის გუნდის, ლიდერი იყო ერთ-ერთი, მეორე კაცი იყო პრაქტიკულად, პრემიერ-მინისტრი იყო. მადიარი არ იყო, არავინ მას არ იცნობდა. მის სოლი უფრო იყო ცნობილი, როგორც იუსტიციის მინისტრი იყო ერთ პერიოდში. თვითონ ის იყო ერთ-ერთი ჩინოვნიკი მხოლოდ, რომელიც მუშაობდა იქ ევროპაში, ბრიუსელში, საელჩოში და არანაირი მაღალი თანამდებობა მას არ ეკავა და არანაირი რაღაც ესეთი გამოჩენილი ფიგურა არის. ის უცებ გახდა, როდესაც ის წამოვიდა, ასე ვთქვათ, თანამდებობიდან და პირველი ინტერვიუ გასცა, აი ეს ინტერვიუ მას მოუტანა უცებ ძალიან დიდი სახელი, უცებ პოპულარული გახდა ძალიან ამ ერთი ინტერვიუით, მაგრამ ის აღმოჩნდა საკმაოდ ნიჭიერი ლიდერი, რომელსაც განავითარა მე ეს წარმატება და შეძლო ამდენი ადამიანების მოზიდვა, მათ შორის ორბანის მომხრეების, ვინც 4 წლის წინ ორბანს ვიცა ხმა ახლა დიდმა ნაწილმა, მათ შორის ზოგიერთი ქალაქის მერმაც, რომელიც ორბანის პარტიის წევრი იყო, ღიად გამოთქვა არჩევნების წინ, აი მე ხარ სუჭერ განახლებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სიახლე შემოიტანა, იმედი გააჩინა, რომ შეიცვლება და მოდის უკეთესი როლი. ეგ არის მთავარი, ხა მე ერთ-ერთ ეთერში ვიდეო სხვა ტელევიზიაში. როდესაც ახლა ოპოზიციას უკიჩინება ჩვენთან რომ თქვენს რეგიონებში არის, ეს ხალხი თუ შეშინებულია, თუ ის არის, რა ქვია, უფრთხილდება რაღაცებს, ხო, იმ შეხვედრებზეც არ მოვა ოპოზიციასთან. ხო, მაშინ შეუძლია ვიღაცას ოჯახში. აი ეს შიში რაც არის რეგიონებში, იმის რომ სოციალურს მომიხსენა ახლა ლევან ცუსკიძე მიყვებოდა წინა დღეს ეთერში თავისუფლების მედანი დადის რეგიონებში ერთი 101 წლის კალბატონ შევხვდითო და ჩაგვეხუტა გლოცა ასე შემდეგ და გადაღება გვინდოდა რომ ეხლა Facebook-ზე დაგვედო და გქთხოვა რომ არ გადამიყოთო და ნუ ვფიქრე ეხლა 101 წლის კალბატონს რაღაცა ეშინია და თურმე 100 წლის ზევით რაღაც განსაკუთრებული პენსია ეძლევათ აი 1000 ლარამდე თუ რაღაცა და ამას მომიხსნიანო და არ გადამიხო. ანუ ამ ვითარებაში ხარ როგორ უნდა აწარმოოს საარჩევნო კამპანია. ამ ვითარებაში გეტყვი ხო და სწორედ მასე ანუ დავასრულებ მე ეს თქვა და მაგრამ ამ შის და რაღაცეების გარდატეხა მოაქვს რა ასეთი, როცა შენ უკვე იმდენად ძლიერი ხარ, რომ შენში ხედავს იმედს იმისა, რომ შენ გაიმარჯვე. და ის მერე ფეხებზე იკიდებს სულს
მუქარას, იმიტომ რომ იცის რომ ორ თვეში, სამ თვეში წავა ეს ხელისუფლება შედგება. და ამის იმედი რო არა აქვს და შენ რო სუსტად გამოიყურები, რაც უნდა რეგიონებში იარო ის ხალხი მოვა შეიძლება თავი დაგიხდე, შეიძლება არც მოვიდეს, მაგრამ ის ფიქრობს რომ შენ მომგები მაინც არ ახარ შვილო და მე რაზე დავკარგო ეს ახლა რაღაცა აქ სოციალური დახმარება. გადამწყვეტი მომენტი. აი გადამწყვეტი, ანუ ივანიშვილი, მე ვთქვი რომ სააკაშვილის დროსაც ესე იყო ხალხი დაშორდა, მაგრამ ივანიშვილმა ხალხი დააჯერა რომ მას იმისაშ ძალა ჰქონდა რომ მოუგებდა და ხალხი იმედი გაუჩნდა რომ და ამიტომ მიდიოდნენ რისკზე მიდის მე. მოყვება რისკზე. ამიტომ ანუ ეს პირიქით არის, აქ ჩვენთან ამბობენ რომ თუ გინდა რომ რეიტინგი აიმაღლო რეგიონებში უნდა იარო, რეგიონებში კი უნდა იარო, მაგრამ პირიქით არის, ჯერ ისეთი აი როგორც მადიარს ჰქონდა რა, როგორც შენ თქვი რომ უცებ გახდა პოპულარული, უცებ გახდა რეიტინგული და მერე დაიწყო მან ამ ყველაფრის კეთება და მერე უკვე შეეროში მერე კიდეც მოემატა, მაგრამ შენ ეს თავიდან თუ არა გაქვს, თავიდანვე პოლიტიკურ ლიდერს ისეთი დობა ხალხში რომ შენში ხედავ დაინახონ ძალა, ну პერსპექტივა მაინც დაინახონ, რომ შენ მომგები ხარ. პერსპექტივა მაინც დაინახონ. აი რა აზრი აქვს შენს რეგიონებში სიარულს? არაფერი მაგას ვამბობდი თავის დროზე შავლო ნადელაშვილი მთელი ცხოვრება უმტკიცებს ხალხს რომ $1000 პენსიებს მისცემს ყველას, მაგრამ აღარ ირჩევენ ხო იყო როცა მე ხმას იღებდა, მაგრამ გავიდა დიდი ხანი. ამიტომ არის სიახლე და განახლება, როცა ამბობ რომ ახალი ლიდერია საჭირო და ეს ახალი ლიდერი საიდან გაჩნდება, მე მაგას ვერ ვიტყვი რა თქმა უნდა, ვერც ვერავინ ვერ იტყვის. ეს მადიერიც გამოჩნდა ბაზალეთის ტყვის ძირიდან. არა, გუცებ გამოჩნდა 3 წლის წინ არავინ არ იცოდა საერთოდ მისი არსებობა უნგრეთში. ხო, რა დღეს აი ჰორიზონზეც კი არ არის. არც ის არის ჰორიზონზე და გამოჩნდა. იმიტომ სიტუაცია არა, მე რას ვიძახი, იცი რომ აი ვინმეზე რო თქვა რომ აი ამ ხელისუფლებაში ვინმე არის დარჩენილი, ვინ შეიძლება გაკაჩოს. არა, მაგას ბოლო ვისაც პირადი რეიტინგი ჰქონდა, შეიძლება ახლა მე და შენ არ მოგწონს, მაგრამ რაღაც რეიტინგი ჰქონდა თავისი პირადი. ივანიშვილისგან გარეშეც იყო ღარიბაშვილი. მე საერთოდ ეჭვმაქ რომ ღარიბაშვილი მაგიტოზის ციხეში. რომ ივანიშვილს ეჭვი გაუჩნდა, რომ ამისგან ახალი გახარი არ მივიღო და პრევენციულად დაიჭირა. თან რომ ნახა რომ ბევრი ფული დაუგროვებია, მარტო მას კი არა, მის გარემოცვას. ეხლა რეიტინგი რო გაქვს ცოტა შენი და პლუს ფული გაქვს, შეიძლება რაღაც დამოუკიდებელი თამაში მოიდო. მე არ მჯერა რომ ღარიბაშვილი ამას მოინდომებდა, მაგრამ შიშ ხოიჭი დიდი თვალები აქვს და ეჭვს. და ჩემი აზრით პრევენციულად დაიჭირა. ანუ გახარიასგან ასე რომ ამდენი პრობლემა რო შეექმნა, იფიქრა რომ სანამ ამას მოინდომა რაღაცა, მეორე მომენტი კიდე ეგრევე შეამბრძანა ციხეში. უნდა ვთქვა, ეხლა არისო ეს მადიერი როგორც გითხარით, ასე ასოცირებული როგორც ურბანის გუნდის წევრი, ჩვენთან ამას ცოტა ბერავი. არ იცნობდა მას საზოგადოება, ეს პრაქტიკულად იყო სულიად უცნობი ადამიანი, რომელიც კი ხელისუფლების წიაღიდან გამოვიდა. ახალგაზრდა ლიდერი რაღაც, მაგრამ ის არ იყო იქ პოლიტიკური ლიდერი და პოლიტიკური ფიგურა. მეორე ჩვენგანაც გახარია თავიდან მას ჰქონდა ეს უფრო მეტი პერსპექტივა შეხედვით, მაგრამ და სხვადასხვა თვითონაც ისე წარმართა, რომ ყველანაირად ცდილობდა გამიჯნოდა ამ ნაცმოძრაობას, მაგრამ გახარიას მაინც ჰქონდა, მოდი ვთქვათ, განსაკუთრებით ამ ოპოზიციურ საზოგადოებაში ეს დამღა 20 ივნისის. 20 ივნისის დარბევის ამბავი, ეს მძიმე ამბავი იყო და მანეს ვერ მოიცილა, მოდი ვთქვათ, და ვერც მოიცილებდა ამას. და ესეთი დამღა არ ქონია მადიარს. მადიარს აბსოლუტურად არ ქონდა არაფერი. რომელიც აი რაღაცაა ასოცირებულს გახდიდა მას ურბანის მიერ ჩადენილ დანაშაულებებთან, კორუფციასთან, პირიქით. არ იყო არაფრით ასოცირებული მასთან და ჩვენთან ასეთი ღარიბაშვილი იქნებოდა რეიტინგული, იგივე გახარია რეიტინგული იყო. სხვები მაინც ესენი პოლიტიკური ფიგურები იყვნენ, თან წინა პლანის პოლიტიკური ფიგურები ოცნებაში. ამიტომ თუ ვინმე ახალი ლიდერი გამოჩნდება, ეს შეიძლება იყოს მაგალითად, მე არ შეიძლება იყოს რაღაც საზღვარგარეთ ცხოვრები ქართველია მაგალითად. რომელიც რაღაც წარმატებული ქართველია და უცებ რაღაც გამოთქვას. არა, სიტუაცია ვამბობ რა. შეიძლება 1 მილიარდელი გვყავს ყაზახეთში, რომელიც ჯერჯერობით აქეთ არ იხედება. ჯერჯერობით არ იხედება და კაცმა არ იცის რა სიზავს, ვერ გაიგება ხალხისაც, მაგრამ სიტუაცია იქითკენ მიყავს, თვითონ ივანიშვილს მიყავს სიტუაცია, მაგეთკენ რომ ვიღაც ასეთი ახალი მესია მჭრალებში გამოჩნდეს. ანუ მესია შეიძლება ცოტა სუდი სიტყვა, მაგრამ ახალი იმედი იმისი, რომელიც აი გააღვიძებს ზუსტად იმას, რომ აი იქნებ და ის იცვლება უკვე. იქნებ იცვლება და მერე თუ ეს ხალხმა დაიჯერა რომ იცვლება, მერე ხდება და ამას სხვადასხვა 2024 წლის არჩევნების წინაც ვამბობდი, რომ ეს უნდა მოხდეს. უნდა მოხდეს მასობრივი გადაგდება ხელისუფლების. ხელისუფლებას დათვლილი აქვს, ეს ჩემი ხმა, აი სოციალური დახმარებით ყავს დაბმული, ეს ამით ყავს დაბმული, ეს იმით. აი ამათმა დიდმა ნაწილმა უნდა გადააგდოს. ანუ კი, ამას რო გონია რომ ეს მომცემს ხმას, და იმას მიცემს. ასე მოხდა 2012-ში ზუსტად. ნაცებსაც ჰქონდათ ასე დათვლილი რომ ჩვენ აქედან ამდენი ხმა გვექნება, აქედან იმდენი და ვერ მიიღეს ის ხმები.
თორე კარუსელებს და რაღაცას ყოველთვის ვიმართავ თუ დაჭირდათ, მაგრამ აი ეს ელექტორალური ხარდაჭერას თუ გამოაცლი, მაშინ აი შეიძლება ითქვას ინგრევა ხელისუფლება, უბრალოდ კი არ წააგებს მაგრად. აი როგორც 2012-ში წააგო სააკაშვილმა პროპორციულშიც და მაჟორიტარულშიც და ახლა ორბანს საერთოდ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. თავისივე მორგებულ კანონიზმში გაება თვითონაც მის საწინააღმდეგოდ შემბრუნდა. იგივე მოხდება ჩვენთანაც თუ ასეთი ლიდერი იქნა, იმიტომ რომ მოსახლეობაში უკვე საკმაოდ ოპოზიციური განწყობები უკვე საკმაოდ ძლიერია ერთის მხრივ, ვით ჩამოყალიბებულია ამ თავის განწყობებში და მეორეს მხრივ ხო უცნების ხარდამჭერებშიც არ არის ისეთი რო თქვა რომ აი მე და ბიზინა ივანიშვილზე ამოსდის ყველა ზედამთვარე და მით უმეტეს კობახიძეზე და დინარაძეზე და ამ ხალხზე რა. ესეც არა ეხა მას იდეალური შემადგენლობა ყავს. შენ თუ გახსოვს მე რო ვთქვი რომ ღარიბაშვილი ამიტოზის შეიძლება ციხეში ეჭვი გაუჩნდა და პრევენციულად დაიჭერა მეთქი ამას კიდე რა ამყარებს ესე გახსოვს კვირიკაშვილი რატომ მოხსნა როგორც კი კვირიკაშვილმა რაღაც აი დამოკიდებული თამაში კი არ დაიწყო უბრალოდ ამერიკაში ჩავიდა რაღაცა ვიზიტი გამართა და იქ ამერიკაში შეხვდა ვიცე-პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე შემოცუნცულდა ტრამპი თუ გახსოვს საერთოდ არ იყო ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრა კვირიკაშვილი ხდება ვიცე-პრეზიდენტი და კაბინეტში შემოვიდა ტრამპი და მას კამის სახელურზე ჩამოუჯდა თუ რაღაცა და გამოვიდა ის რომ ტრამპი ეს პირველი პრეზიდენტობაზეა საუბარი ტრამპის და იქიდან რომ ჩამოვიდა კვირიკაშვილი ახლა დაინახა ივანიშვილი რომ კაცი პრემიერი რომ რომელსაც ტრამპი შეხვდა ხო ამერიკასთან ამერიკელებთან რაღაც კარგი ურთიერთობა აწყო და ეგრევე ეჭვი გაუჩნდა რომ ამან თავის დამოკიდებულებად თამაში არ დაიწყოს და ეს პრინციპში დაადასტურა კიდეც რომ მოხსნა ვითომ კითხვა რაღაცა იუნისეფის დასკვნის გამო სიღარიბის გამო მოხსენიო მაგრამ მე დაამატა რომ მალე ჩემს ტელეფონს არ უპასუხებდა ამ წარმოიდგინე პრემიერ-მინისტრი მოხსნა იმიტომ რომ გაუჩნდა ეჭვი რომ ამან შეიძლება ისე გათამამდეს რომ ჩემს ტელეფონს არ უპასუხოს ჩემს ტელეფონს არ უპასუხოს დამიგიდოს ფეხებზე კი არა სხვა კიდეს პირდაპირ კი ასე იზამდა ხო და დღეს იდეალური შემადგენლობა ყავს რა არც კოხახიძეს არც პაპუაშვილს ივანიშვილის გარეშე ხალხი ზედ არ შეხედავს ხო ხტები ანუ 1% არ ექნებათ რეიტინგი და შესაბამისად ვერანაირ საფრთხეს ისინი ვერ წარმოადგენენ ივანიშვილისთვის ვერც თუმცა უკვე მე მგონი განსაკუთრებით ამ ორბანის მერე უკვე კობახიძე ჩემი აზრით ივანიშვილისთვისაც პრობლემა ხდება იმიტომ რომ კობახიძე მთელი ეს ივანიშვილთან ადგილი დაიმკვიდრა სწორედ ევროკავშირთან დაპირისპირებით იქ ბრიუსელის გინებით და ეხლა კი იხტიბარს არის ეხს ჯერჯერობით ეს პროპაგანდა და ამტკიცებს ეს მადიარიც იგივე ისეთივეა როგორც ორბანი მაგრამ ეხლა რეალურად ხო ეს ასე არ არის ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რა ხო ნუ ხელისუფლება ამ ყველაფერზე შალო პაპუაშვილი თქვა ესე ხუმრობით რომ უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ რომ შეიძლება რაღაც გამოვიდესო ოპოზიციაზე ამბობს გონი მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი რომ ჰერმან საბა მოიხსებათ გირჩის წევრი არის წარმოშობით უნგრელი იცის უნგრულს მათ ხო კობახიძემ თქვა საქართველოში ვიხილეთ რევოლუციის 5 მცდელობა ისე იმაზე არიან რა ქვია მაგრამ ეგ საინტერესო რა არის სამ რეკლამაზე გავხდა მოვასრო აგრე ხო გახსოვს ხო 5 მცდელობა და ამ რევოლუციის ტრენერი იყო ვინმე აკერმანი მათთვის ვიღაც აკერმანი იყო ჩამოსული და აი ამ ხალხსო რევოლუციის მოწყობას ასწავლის აკერმანი მოკვდა საწოდავი და ეხლა ახალი იპოვეს ვიღაცა ჩეხი ვიღაც ბლაჟევიჩი და ორი დღეა ისა რა ქვია პროპაგანდისტული მედია და აგერ დღეს იმან გაიმეორა რა ქვია კობახიძემაც რომ ამტკიცებს რომ ეს ჩეხი ვიღაცა ბლაჟევიჩი ჩამოსულა იმისთვის რომ ოპოზიციას რევოლუცია ასწავლოს და მე რა მეინტერესებს იცი რით ვერ ასწავლეს ასწავლიან ამდენი ხანი ანუ რევოლუციას რომ ვერ მოაწყოთ ახ 5 მცდელობა იყო და ჩაიშალა ხო და მე თან რა მეინტერესებს იცი ვიღაც რევოლუციონერი თუ არ ჩამოსული ხო ე ბლაჟევიჩის სახელი რატო არავის არ გაუგია ხო არა ამათ გაიგე გიანოდიას გაუგია თურმე ჩვეულებრივი ისა რა ქვია სემინარები და რაღაც აკადემიური წრეებიდან და ამას მე უცნება გამოიხმაურა ასე დაწერა ოფიციალურად იმედის კარდი იყო იმედი ნიუსმა რომ ოპოზიციის ლიდერი გიანოდი როდის გახდა გიანოდი ოპოზიციის ლიდერი მათთვის ყველა ოპოზიციის ლიდერია თუ რამე ახლა ბლაჟევიჩიც რომ ეგრევე გახდა ოპოზიციის ლიდერი თურმე ესე აღმოჩნდა და თელი ოპოზიცია კითხულობს ვინა ეს რაღაც სამეცნიერო კონფერენცია თუ რაღაცა იმართებოდა და ჩამოვიდა ეს კაცი ხო ეს კონფერენცია ეხებოდა დემოკრატიას, რაღაც ავტორიტარიზმს და ბრძოლას და გასაგებია ხო თეორიულ რაღაცა საუბარი იყო და ამათვა და თან გუშინ სიუჟეტი იმედზე როგორ დამთავრდა იცი? სუსიო ყველაფერს საქმის კურსია და თვალყურს ადევნებს რა ხდება.
ანუ მან ხელი არ წაგიცდეთ რა და სუსით ვალყურს გადამეტო. დიდი ძმა გითვალთვალებს ახლობთ ეგ დააკალდა ბოლოს. მოკლედ ჩვენ გვაქვს ახლა რეკლამის შემდეგ ლელა ჯეჯელავა შემოგვიერთდება. მაშასე ჩვენ გავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით შემოგვიერთდა უკვე სტუმარი ლელა ჯეჯელავა, მოგესალმებით ქალბატონ ლელა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ ბატონმა დავითმა პირველ ნაწილში ვისაუბრეთ სწორედ ამ უნგრეთის არჩევნების ასე ვთქვათ გაკვეთილებზე და ჩვენ რა გვაქვს პრობლემა, რატო ვერ გამოჩნდა ჩვენთან მადიარი. ნუ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაზეც ვისაუბრეთ არის ის რომ ჩვენ გვაკლია პოლიტიკური ლიდერები, ანუ ახალი ლიდერი, ადამიანი რომელიც შეძლებს რომ აიღოს თავის თავზე ლიდერის პასუხისმგებლობა, რაც აღმოაჩნდა მადიარს, თავის დროზე მიშას აღმოაჩნდა, ხო? და ასე შემდეგ მიშა პრინციპში უფრო იმაშება პარალელის გავლენა შეიძლება, იმიტომ რომ მადიარევით იყო ხელისუფლების წარმომადგენელი, მე გადადგა და ასე შემდეგ, მაგრამ ვიდრე დავიწყებს ამ თემებზე, რა ქვია, საუბარს, მინდა რომ ბიბლუსის კამპანიას შეუერთდეთ, ბიბლუს აქვს აპრილის თვე გამოცხადებული წიგნის ჩუქების დღე, აჩუქეთ ერთ-ერთი წიგნები და სხვადასხვა ძალიან ისეთი თემატური წიგნები მაქვს, აგერ ბატონ დავითს მინდა ვაჩუქო, რობერტ ანდერსენის და უილიამ ადამსის წიგნი ლიდერობის მანიფესტი. არ ვიცი ახლა ეს ბატონ დავითმა შეიძლება ოპოზიციას გაუგზავნოთ რომ ახალგაზრდებს ვიცეთ ეს ხო ახალგაზრდა ოპოზიციონერს და იქნებ მათგან რამელანაირად ლიდერი გამოვიდეს და მეორე წიგნი არის კრის ვოსის არავითარი კომპრომისი და ეს თქვენ უნდა გაჩუქოთ მოგიხდება ნამდვილად თემატურია და დიდი მადლობა ბიბლუს და თქვენს რასაკვირველია ხო, ესე იგი, ამ ბრძოლაში რომელშიც ხართ ფაქტობრივად, ხო? ყველანი, ასე ვთქვათ, კომპრომისის დაშვება ფაქტობრივად ხო წარმოუდგენელია, ხო, ამ ბრძოლაში, მათ შორის თქვენი მხრიდანაც და ამიტომ კარგად არის ეს თემატურად. დღეს ჩვენს პრემიერ-მინისტრს რომ უწოდებს თავს, იმას უთქვამს, რომ 23 საუკუნის არიო საქართველო და მოკლედ სუ დიპლომატიით მოვახციეთ აქამდე ხო და რა არ ვიცი ვერ გეტყვით მაგრამ ეხლა როგორი ყურადღებაც ექცევა დიპლომატიას ესეთი არასდროსო და ესე იგი სულ მინდა ვიკითხო ბარემ ვიკითხავ პირდაპირ რანაირი დიპლომატია ეს გავლანძღავი არ დატოვეს ბრიუსელი ვაშინგტონში არ არსებობს პოლიტიკური ფიგურა რომელიც ამათ არ გალანძღეს ხო ეხა ისიც გვითხრა მათმა იდეოლოგმა რომ ტრამპი თავს იმპერატორად გამოაცხადებსო არანაირი ის არ იქნებაო რა ქვია არჩევნებიო და ეს ერთადერთი დიპლომატია სადაც ვამჩნევ ეს არის მხოლოდ მაგალითად მორცხვათ რო იღიმებიან ზახაროვას მუკარაზე ხო დიპლომატიური ღიმილი დასთამაშებ სახეზე აი ამას თუ ქვია დიპლომატია და თუ ფიქრობთ ირაკლი კობახიძე რომ აი 23 საუკუნე მაგარო დათვალა ასე მოაღწია საქართველოს რა ვიცი ხა ზეზვადა და მზიადან კიდე თუ არ დაიწყო დიპლომატიის ათლა კიდე მადლობლები უნდა ვიყოთ ასე რომ ეს არ არის დიპლომატია მეგობრებო მინდა იცოდეთ რასაც პრემიერ-მინისტრი ეძახის დიპლომატიას ისე ხო ნუ თავარი კითხვა რაც თქვენთან მაქვს არის ის რომ რატო არ გამოჩნდა ჩვენთან ისეთივე ლიდერი 14 წლის განმავლობაში, როგორც გამოჩნდა აგერ უნგრეთში. და ამის რამე პერსპექტივას თუ ხედავთ. ახლა შეიძლება მოგაცნობოთ ბაიზის დავამატებ. ახლა შეიძლება თქვა რომ აი იჭერენ რაღაცა უკაცრიელი ძიმე პირობები, მაგრამ 2024 წლამდე ასე თუ ისე ყოველ შემთხვევაში უფრო იგივე პირობები იყო რაც უნგრეთში, ხო? იცით როგორ არის ხო რაღაცები ვერ გამოვიყენეთ არის ლიდერის პრობლემა კი არის საერთოდ მე ესე მგონია ჩემი სუბიექტური მოსაზრება შეიძლება ვიღაცამ არ გაიზიაროს მაგრამ მე მგონია რომ ჩვენ ვართ ერი რომელსაც კოლექტიური პასუხისმგებლობის განცდა ცოტა ნაკლებად გვაქვს განვითარებული ჩვენ ძალიან მოგწონს ინდივიდუალური ასე ვთქვათ მსხვერპლშეწირვები თავგან
განწირვები, პატრიოტიზმის ინდივიდუალური გამოვლინებები, გმირობები, მაგრამ როდესაც კოლექტიური პასუხისმგებლობის აღებაზეა, ხო, საუბარი. ნუ ჯარს აუცილებლად მეფე უნდა მიუძღოდეს წინან მთავარ სარდალი, რომლის მიმართ ერს გარკვეული პიეტეტი აქვს. ასე ჩამოყალიბდა ჩვენი ცნობიერება. იცით, ეს სოლი, აი როგორ გითხრათ, აი ის რაც ევროპამ გაიარა, ხო, ჩვენ ხომ ვერ მოვასწარით ამ ყველაფრის გავლა, როგორიც არის კოლექტიური სოლიდარობის თემა. ეხლა ნელ-ნელა ყველაფერი ეს ეხლა შემოდის ჩვენთან. ამიტომ ლიდერზე მოთხოვნილება რომ იყოს, მე ამაში გასაკვირს ვერაფერს ვერ ვხედავ, მაგრამ რატომ ვერ წარმოიშვა ლიდერი? აი მართლა სიტუაცია კრიზისული არის? რა ვიცი, ალბათ არის. ხო, ამაზე მეტი კრიზისი. ხო, ამაზე მეტი კრიზისი რა უნდა იყოს, ხო? ქვეყანა დგას პირდაპირ თავისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე. ანუ რასაც ესენი ამბობენ, რომ სუვერენიტეტი, აი იმ სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგავარ ზუსტად. მას რატომ არის შვა ლიდერი? აი პროტესტში ამდენი ადამიანია ჩართული, მათ შორის ახალგაზრდებიც. იმიტომ რომ ლიდერების ბედი საქართველოში არის ძალიან მძიმე და რთული. დამეთანხმეთ ბატონო. მარტივი ისა რომ არა, გამოთქმის არ იყოს რა ქვია. არა, მარტივი რა, მითხარით ლიდერი, რომელმაც ფუნქცია შეასრულა ქვეყნის ისტორიაში და დაამთავრა ნორმალურად. ერთი ლიდერი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, ზვიად გამსახურდია, მეორე ლიდერი ციხეში ზის და ერთმაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა ამ ქვეყნის ისტორიაში, მეორემაც. ანუ ამ პასუხისმგებლობის მესამე ყავს ხელისუფლებაში ახლა და სად არის კიდევ ხედავ. ხო. მაგრამ მესამე ძალიან მძიმე დაამთავრებს, მაგის შემდეგ მე მგონი კიდევ უფრო დაშინდებიან ვინმე რომ ლიდერის პასუხისმგებლობა აიღოს. ამიტომ ხო, არ არის მოკლედ ქართველობა ადვილი კი არა, საქართველოში ლიდერობა არ არის ადვილი საქმე, რბილად რომ ხო, ანდაზარი ქართულობა ადვილი ლობიოს ჭამაოთ რაღაც დაახლოებით ეგეთი, ხო? ანუ ადვილი არ არის და ამიტომ შენ თუ გინდა პოლიტიკოსობა და ესეც ფაქტორია. პოლიტიკაში წარმატება თუ უნდა ამ ხალხს ვინც არის დღეს პოლიტიკაში, ხო? მათ კარგად იციან რომ ადვილი არ არის, ხო? ეხლა ზოგიერთ საერთოდ ციხე მოიხადა და კიდე ციხე ემუქრება და ამდენ ადამიანს და რავი, აგერ დღეს გამოვიდა კობახიძე და 2.5 წელიწადში საპარლამენტო არჩევნებია, ყველა შეუძლია რომ მოემზადოსო, მაგრამ მანამდე არ დაგავიწყეს საკონსტიტუციო სასამართლო არისო, სადაც პარტიები უნდა აკრძალოთ. თან შეიძლება არჩევნებს მოემზადოს და თან პარტიები უნდა აკრძალონ და შესაბამისად ამ ვითარებაში მე მესმის რომ რთულია, მაგრამ ფაქტია რომ ახალი ლიდერიც არის საჭირო და აი ეს არის აქ რთული, იმიტომ რომ ძველები უკვე მიჩვეული არიან ამ ამბავს, ზოგი ციხეში ზის, ზოგი ციხეში და ასე შემდეგ. აი ახლების შემოსვლა რთულდება პოლიტიკაში სწორედ ამის გამო, რომ ადამიანს თავის კომფორტის ზონიდან გამოსვლა უჭირთ. თითქოს მადიარის ფუნქცია უნდა შეესრულებინა ჩვენს რეალობაში გახარიას. ანუ ეგ იყო ყველაზე უფრო, ასე ვთქვათ, უკეთესი მაგალითი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ну სამწუხაროდ მან ვერც მან აიღო ლიდერის პასუხისმგებლობა თავის თავზე და მე მგონი ეხლა საერთოდაც აღარაფრის ლიდერი აღარ არის. ხო, გახარიას ამიტომაც ერჩოდა ყველაზე მეტად ივანიშვილი. ხო, რასაკვირველია, ერჩოდა ყველაზე მეტად, მაგრამ ეხლა თუ ივანიშვილის აზრი გაინტერესებს, მაშინ აქეთ ლიდერი ვერ გახდები. ან ივანიშვილის აზრი საერთოდ არ უნდა გაწუხებდეს შენზე და მზად იყო იმისთვის, რასაც რაც შეიძლება ეს ივანიშვილი რომ ყველაზე მეტად ერჩოდა გახარიას ეს მოწოს იმას რომ ყველაზე მეტ პრობლემას უქმნიდა ის სწორედ იმიტომ რომ ის იყო ერთ-ერთი ვისაც მისი ამორჩეველი მოყავდა ართვებდა ამორჩეველს ქართულ ოცნებას და დღეს
დღევანდელი ოპოზიციის პრობლემა ხო რეალურად ეგ არის, რომ ოპოზიციაში არ არის პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც აქვს პოტენციალი იმისა, რომ ოცნების ამორჩეველი წამოიყვანოს. და ოცნებას ამორჩეველი აი, ვინმე შეგიძლია დაასახელოს, ვინც ყავს ოცნებას, ხო, ყველა გაყალბებული ხო არ არის, ხო, ნახევარი თუ არის, თქვა დაშინებით, ძალადობით და შემოყრები, რაღაც ნახევარი ხო გულწრფელი ამორჩეველი ყავს. ვინმე შეგიძლიათ ოპოზიციაში დღეს დაასახელოთ, ვისაც შეუძლია ვისაც ოცნების ამორჩეველი ხმას მისცემდა. დღევანდელი ოცნების ამორჩეველი? იმიტომ რომ მათემატიკურად სხვანაირად არ გამოდის თუ არ გამოაცალე რაღაც პროცენტი თავის ამორჩევლების. ნუ უბრალოდ ვერ მოიგებ, იმიტომ რომ მილიონზე მეტი ხმა უნდა აიღო არჩევნებზე. დავეთანხმებ, ეს ყოველთვის ასეა. ოცნებას ყავს ის ამორჩეველი, რომელიც ყოველთვის ძალას აძლევს ხმას თუ უჭერს მხარს. ეს ამ ტიპის ამორჩეველი სულ არსებობს, ყველა ქვეყანაში არსებობს და დღეს ოცნებას რეალურად სხვა ამორჩეველი მართლა არ აყავს. ყავს აი ის ძალის თაყვანისმცემელი და ნუ რასაკვირველია ის რესურსი, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის სახით ყავს ქართულ ოცნებას. პრინციპალურსაც ეგრე ხავდა თითქმის ეგრე. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ წესიერი და პატიოსანი არჩევნების პირობებში ოცნება მე მჯერა, რომ 24 წელს დამარცხდა და იაგო კაჭკაჭიშვილმა დაასაბუთა, როგორი იყო ძალთა თანაფარდობა, საკმაოდ არგუმენტირებულად ჩემის აზრით, მაგრამ ჩვენ არ ყოფნის პატარა სხვაობა, იმიტომ რომ манипуляციის მაღალი რესურსი აქვს. 10%-ის გამოღლეტვა ოცნებისთვის. ხო, ამიტომ დამატებით გვჭირდება ნამდვილად, რომ გადმოვიბიროთ ადამიანები, მაგრამ იცით რა, ამაში ოცნებაც თვითონ გარკვეულწილად გვეხმარება კიდეც ცოტა, იმიტომ რომ არ დარჩა სფერო, სადაც ქართულმა ოცნებამ არ გაიჩინა უკმაყოფილო ადამიანები, მათ შორის თავისი მხარდამჭერებიდან. გნებავთ განათლების სფერო და განათლებაში რაც მოხდება, ამის შემდეგ უკმაყოფილება თქვენ მერე ნახეთ, ხო? დღეს სწორედ ლექციები მქონდა და ჩემ სტუდენტებთან საუბრობდი ამაზე, ბავშვებმა რომლებმაც ჩააბარეს, რომ 4 წლიანი ბაკალავრიატი უნდა დაესრულებინათ და ეხლა პირველ კურსზე არიან, ეუბნებიან, რომ ბაკალავრიატი გახდება 3 წელი. ეს იმდენ ცვლილებებს გამოიწვევს თვითონ შიგნით, სისტემის შიგნით, რომ წარმოუდგენლად ბევრი ადამიანი დარჩება უკმაყოფილო. ასეა ბევრ სხვა სფეროშიც სიმართლე გითხრათ. მე ყველაზე მნიშვნელოვან სერიოზულ პრობლემას, რასაც ვხედავ, არის ის, რომ ჩვენი საზოგადოება გახდა გარკვეულწილად შემგუებელი, იცით? ადამიანი, რომელსაც შეუძლია პატივი ადამიანი თუ საკუთარ თავს პატივს ცემ, ვერ ეგუები ისეთ რაღაცებს, რის შეგუებასაც აიძულებს ქართული ოცნება საკუთარ ხალხს და მოსახლეობას. აი ვერ შეგუები, რომ შენ მოგექცენ ისე, როგორც გექცევიან. ისეთი იაფასიანი პროპაგანდა, რომელიცაც ყვებავს ქართული ოცნება გარშემო ყველას. ისეთი აგდებული დამოკიდებულებები, რომლითაც პოლიტიკოსები ძალიან ხშირად ქართული ოცნებისა და ამითი განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრი გამოირჩა. როდესაც ბატონო დავით მოდის ჟურნალისტი და ეუბნები, რომ კრიტიკული, თუნდაც ოპოზიციური დავარქვათ არხის და შენეუბნები, რომ მე არ გაძლევ ინტერვიუს. რას ქვია არ მაძლევ ინტერვიუს, არ მპასუხობ კითხვაზე. იმას ხომ მოსახლეობის რაღაც ნაწილი ყავს მაყურებელი. იმას ხომ სმენ, ის ხომ ჩემ კითხვებსაც ახმოვანებს და შენ, როდესაც ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, ვინ მოგცა ეგ ფუფუნება, რომ ოპოზიციურ ნაწილს მოსახლეობისას არ ელაპარაკო. აქ აქ მე მგონი ხელისუფლების ტაქტიკაა ეგეთი, რომ მაქსიმალურ პოლარიზაციაზე წავიდნენ. ანუ ყველგან ხაზი გაუსვა, რომ თქვენ ჩვენი აიანები არ ახართ. ჩვენ თქვენთვის არა ვართ. ჩვენ თქვენი არც თქვენი მთავრობა ვართ. არაფერი საერთოდ თქვენ არავინ არ ახართ. აი ამას ცდილობენ სულ. გადაშორის იგი რომ უნგრეთში ეს მადიარმა მოახერხა ამის გარდა, იმიტომ რომ მისი კამპანია
არ იყო პოლარიზაციაზე აგებული. ორბანი ზუსტად ამას ცდილობდა, რომ ისინი არიან მოღალატეები, უსამშობლოები, უკრაინის აგენტები. ომს დაიწყებენ და ჩვენ ვართ პატრიოტები და აი ეს ვერ მოახერხა, არ იმუშავა ამან. აქ შფათაშორის მე მინდა გავიხსენო 2012 წელი ამ შემთხვევაში, მაშინაც ხელისუფლების უკმაყოფილება იყო დიდი და ყველა სფეროში, მაგრამ ოპოზიციაში არ იყო ის ძალა, რომელიც მოკრებდა ამ სხვადასხვა ტიპის უკმაყოფილებას რაღაც ერთ კონსოლიდირებულად. აი ივანიშვილის გამოჩენა მოახდინა ეს. მადიარის გამოჩენაზე წინაზე ბლოგში ვსაუბრობდით, გააჩინა ამ ხალხში იმედი, რომ ვიღაცა მოვიდა, ვისაც მოგება შეუძლია. და იმან მე უკვე გადალახა შიში, ისა ყველაფერი და წახვა. ივანიშვილში დაინახეს ძალა. მომგები. ძალა დაინახეს, რა აძლევდა ივანიშვილს ახლა ძალას? ეს არ იყო არც გვარიშვილობა, არც მისი საერთაშორისო კონტაქტები, არც, რა ვიცი, მისი განსაკუთრებული ასე ვთქვათ, ინტელექტუალური რესურსი, ეს იყო ფინანსური რესურსი და ამის გარშემო კი რეალურად უნდა ვიყოთ გულწრფელები, ძალის ცენტრი შეიქმნა ივანიშვილის არა, როგორი იყო ბატონო დავით, საარჩევნო კამპანია 5 მილიონი ერთ სოფელს, უფასო ფული, ხო და მაგას გეუბნებით, ფულის გარშემო გაერთიანდა კი. არა, ფულის გარშემო გაერთიანდა, არა, ადამიანები, რიცი რომ უყურებენ ადამიანებს, რომ რამ გახადა ივანიშვილი ავტორიტეტი? ფულმა გახადა, ოღონდ ფულის გარშემო კი არ გაერთიანდა. ადამიანები ასე უყურებენ, რომ ანუ ამან თუ მილიარდები იშოვა, ესე იგი არა, მეთვიშოვი არა, ესე იგი მას ანუ ის არის უნარიანი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, რომ ქვეყანა მართოს, ქვეყანას გაუძღვოს, ანუ ადამიანებს უჩნდებათ დიდი კაცის შეგრძნება, ხო, ვიღაცა თანამდებობაზე იყო, ვიღაცას მილიარდი, ანუ დიდი კაცია. და არა ისო ჩვენ მოგცემს ფულს. ივანიშვილის დიდი კაცობა რამ განაპირობა? მისმა დიდმა ფინანსურმა შესაძლებლობებმა. არა, ეს ფინანსური შესაძლებლობა ხო ციდან არ ჩამოვარდა და ადამიანს უყურებს, რომ ამდენი რომ იშოვა, ესე იგი უნარიანია. არა, კაცო, მოიცა. იმას შეუძლია. ბატონო დავით, ეხლა ნუ ვიტყვი, ჩვენ ავირჩიეთ ადამიანი, რომელიც ვიცოდით, რომ ლებედის კამპანიას აფინანსებდა. როგორ არაფერი? ლებედის კამპანიას აფინანსებდა რუსეთში, მერე რა. ეს არ შეეცვლებოდა ნაკლად ივანიშვილის FSB-ს აფინანსებდა. თვითონ თავის ინტერვიუში წერია, როგორ არა? FSB-ს დაფინანსებაზე არა. ხელფას უხდიდა კი. FSB-ს არა, ხელფასვის უხდიდა ივანიშვილი, მაგრამ მე მკითხეთ ორი წელი უხდიდა თელტაობას. არა, მე გეუბნებით, როდესაც რუსეთში იყო. მას ჰქონდა იმიჯი ქველმოქმედის. მილიარდერი რო იყო და ბევრი ფული ჰქონდა, ერთიან და ხარჯავდა იმ ფულს. თეატრებს წინახავდა აქ, რაღაც შენობებს აშენებდა, რაღაცა რესტავრაციაში და ხალხში იყო ლეგენდად იყო ცნობილი კაცო ხალხში. არა, ჩემი აზრით უფრო დიდი თემა ის არის, რომ ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ ადამიანს ამდენი ფული აქვს ნაშოვნი, რომ ამ ადამიანს უნარები აქვს, ესე იგი. მაგიტომ გაჩნდა, რომ ეს ჩვენ როგორც იზრუნდა და აი ხო ამდენი რაღაცებს აფინანსებს, ეხლა ხალხსაც იზრუნებს ქვეყანაზე, თვითონ ფულს არ გააკეთებს და ჩვენ დავახარჯავს. ეს იყო. ხო და აბა როდესაც ხო და დაიჯერა, როდესაც მე ვამბობ, რომ ფულმა გადაწყვიტა იმ არჩევნების ბედით, ხო მართალი ვარ, იმიტომ რომ ფული იყო ქველმოქმედების შესაძლებლობასაც, რაც აძლევდა, ეხლა ამ გადასახედიდან ეს ქველმოქმედება იყო. 2008-ში, მაგრამ 10% ვერა იყო მაშინ. მიიღო თვითონ პრეზიდენტად იღარა კენჭი, მაგრამ ვერაფერი. მარტო ფული არ წყვეტს ბადრი პატარკაციშვილი, არა, ბიძინა ივანიშვილზე არსებობდა მითი, ბადრი პატარკაციშვილი იყო რეალური პიროვნება. რეალურ ბიძინას არ იცნობდა ორი კაცი საქართველოში, იცოდა მითი ბიძინაზე. ხო, მითი არსებობდა ბიძინაზე. ხო და ამაშია საქმე, ეხლა ჩვენ ასეთი ფული არ გვექნება. ამაზე არ უნდა ვიოცნებოთ ამ წუთში. ლიდერი, რომელიც იმით მოახიბლავს ხალხს, რომ აიმე რაღაც ბევრი ფული მაქვს და ესე იგი უნარი მაქვს, რა უნარიანი ვარ და დიდი კაცი ვარ, არ გვექნება. ლიდერი, რომელიც რაღაც ამ ხელისუფლებაში თანამდებობაზე იყო და იქიდან წამოვიდა და ამ ხელისუფლებას დაუპირისპირდა, ესეთიც აღარ გვექნება, იმიტომ რომ გახარია, გაქცეულია, სხვა ვისაც შეიძლება და რამე გაეფაჩუნდებინ, აგერ ღარიბაშვილზეც კი ეჭვიანა და ციხეში ჩასვა. ხო? და ანუ რა უნდა ვქნათ მაშინ? მე პირველში არ ვიქნებოდი ესეთ არც. რა გამოსავალი ვარ?
მე პირველი ვარიანტი რომ ვიღაცა ფულიანი ქართველი არ გამოჩნდება, ამაში დარწმუნებული არ ვიქნები. ხო, არ ვიცი. ხო, აი ბატონ ვინ შეიძლება გამიცი, მაგრამ ერთი მე ვთქვი პირველ ბლოკში რომ არის ერთი ყაზახეთში მილიარდელი ქართველი. ქართველი მილიარდელი არის ყაზახეთში, მაგრამ იმის ჯერჯერობით ქართული პოლიტიკისკენ არ იხედება, მაგრამ თუ ბევრს ვილაპარაკებთ, იმასაც წინსწრება დაიჭერს. იმას ივანიშვილი ვერ დაიჭერს, მაგრამ არა, გულისხმობ რას, ანუ საქართველოში ვეღარ შემოვა. ვაჟის მოქალაქეობა აქვს, არ დაუთმია. საქართველოში ვეღარ შემოვა. ხო და მეშა, ამიტომ შეიძლება თუ არა გახდეს აქტორი მთავარი ხალხი. მოდი ამაზე ვიფიქროთ. ჩვენ გადავაჭარბეთ. შეიძლება თუ არა გახდეს აქტორი ხალხი. მე ვფიქრობ, რომ მაინც შესაძლებელია ეს მოხდეს და გარეთ ამოვლენები ისე მიმდინარეობს. ისე არაკეთილსაიმედოდ ბატონი ივანიშვილისთვის შეუძლებელია რომ სინერგია არ შედგეს ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებსა და გარეთ მიმდინარე პროცესებს შორის. ამიტომ მე მგონია რომ გვაქვს ერთი გზა, უნდა გახდეს მთავარი აქტორი ხალხი. მადლობა დიდი, ლელა ჯეჯელავა იყო ჩვენი სტუმარი, ასეთი იყო გადაცემა რეზიუმე, მე გემშვიდობებით კვირამდე, კვირას 8 საათზე გადაცემით პოლიტ ქალაქი დაგიბრუნდებით.